2025 წლის სარწყავის სეზონი დაიწყო გურჯაანის მუნიციპალიტეტში ლაკბეს წყალსაცავს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქართველოს მელიორაციის და გურჯაანის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები სტუმრობდნენ. გაიმართა სიმბოლური ღონისძიებაც. სარწყავ სისტემაში წყლის გაშვების პროცესს ადგილობრივი ფერმერებიც ესწრებოდნენ. ნინი მაისურაძე გიამბობთ. სოფლის მეურნეობის განვითარებაში სამეურნეო მიწისა და მოსავლის წყლით უზრუნველყოფას გადამწყვეტი როლი აქვს. 2025 წლის სარწყავის სეზონიც დაიწყო და გურჯაანის მუნიციპალიტეტში ლაკბეს განახლებული წყალსაცავი გაიხსნა. სარწყავ სისტემაში წყლის გაშვების პროცესს ადგილობრივი, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები და ფერმერები დაესწრნენ. მოსახლეობა კმაყოფილია რა. წყალს დიდი მნიშვნელობა აქვს იმით, რომ თუ მორწყავთ მოსავალ მივიღებთ უმაღლეს მოსავალს. გექტარზე მოხვა დაახლოებით 20-25 ტონა თუ მორწყავთ, თუ ვერ მორწყავთ 10-15 ტონა. ლაკბეს წყალსაცავის რეაბილიტაციით სარწყავი წყლის მიწოდება დამატებით 1465 ჰექტარ სასოფლო სამეურნეო მიწის ფართობზე გაუმჯობესდება, რაც შესაძლებელს გახდის ფერმერებმა და სოფლის მეურნეობაში დასაქმებულებმა ჯანსაღი და ხარისხიანი პროდუქცია აწარმოონ. გურჯაანის მუნიციპალიტეტი არის აგრარული მუნიციპალიტეტი და შესაბამისად ძალიან მნიშვნელოვანია სარწყავი სისტემების მოწესრიგება. ეს წყალსაცავი შექმნის დაბადებით დებეთს განსაკუთრებით გვალვის პირობებში, რაც აქტუალურია და მოსახლეობას უფრო გაუგადვილდება, რომ თავიანთი სავარგულები გორწყონ და შესაბამისად მოსავალიც მოიყვანონ გაცილებით უკეთესი. 2012-24 წლებში კახეთის რეგიონში ინფრასტრუქტურული პროექტების შედეგად დამატებით 20,000 ჰექტარზე მეტი სასოფლო სამეურნეო მიწის ფართობია სარწყავი წყლით უზრუნველყოფილი. 16,000-ზე მეტ ჰექტარზე გაუმჯობესდა სარწყავი წყლის მიწოდება, დრენირებული მიწის ფართობის ოდენობა კი 8,000 ჰექტარს აჭარბებს. ამ მიმართულებით მთავრობა აქტიურად მუშაობს. მიწის მართვის გაუმჯობესებას, ირიგაციას, დრენაჟს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება სოფლის მეურნეობის განვითარებაში და სამინისტრო გააგრძელებს ამ მიმართულებით აქტიურ მუშაობას. მიგვაჩნია, რომ მნიშვნელოვანი ობიექტი შეემატა ჩვენ სოფლის მეურნეობას და მიაწვდის წყალს ფერმერებს. აღნიშნულ წყალსაცავში დღესდღეობით აკუმულირებულია 1,800,000 კუბი წყალი, რაც სრულად შეავსებს იმ დეფიციტს, რომელიც მიმდებარე სასოფლო სამეურნეო სავარგულებს ჭირდებათ ირიგაციის სეზონზე. რეგიონში სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის სამელიორაციო სისტემების გამართული ფუნქციონირება მნიშვნელოვანია. ლაკბეს ახალი წყალსაცავიც იმ მნიშვნელოვან ობიექტებს შორისაა, რომელთა წარმატებით ფუნქციონირებაც მთავრობის პრიორიტეტია.